გამარჯობა მეგობრებო, ეს ჩემი მესამე ვიდეო ამ თემაზე და ეძღვნება აყვანილ ნაშულებ ბავშვებს და გამზრდელ დედებს. წინა ორ ვიდეოში დამოვიწყდა ჩემს შესახებ ერთი-ორი სიტყვა მეთქვა და მე ვარ ნანა შევსკი, ვცხოვრობ 28 წელი უკვე ჩრდილო გერმანიაში და აქ შევიცვალე პროფესია, ვარ ჯანმრთელობის პედაგოგი და ფსიქოლოგი, მაქვს ჩემი კაბინეტი კოუჩინგის და სამკურნალო თერაპიისათვის, ფსიქოთერაპიისათვის. მე არავის არ ვეძებ, მაგრამ ეს ამბავი, ეს პრობლემა ისე ახლოს მოვიდა ჩემთან, გადავწყვიტე ჩემი ამ ვიდეოებით, რომელსაც სახლში ვიღებ, ჩემი წვლილი შევიტანო იმ მენტალიტეტის შეცვლაში, რომელმაც ეს უზარმაზარი უბედურობა, ეს უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია მთელი საზოგადოებისათვის. მე მინდა ვთქვა, რომ აყვანილი ნაშულები ბავშვი სულ ერთია, თუნდაც მან მთელი ცხოვრება ვერ გაიგოს, რომ ის ამ ოჯახის ბიოლოგიური შვილი არ არის. სულ მცირე 70% ამ ბავშვში არის თავისი გენეტიკა, რომელიც მას წინაპრებისაგან, ესე იგი ბიოლოგიური წინაპრებისაგან მოყვება და პლუს დაბადების თარიღთან დაკავშირებული ის გავლენა, რასაც ასტროლოგიას ვეძახით, იცით რა ასტროლოგიას გჯერათ თუ არ გჯერათ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. კარგად დაფიქრდით, როცა თქვენ მიქცევა და მოქცევა ნანახი გაქვთ ატლანტიკაზე, იმიტომ შიდა ზღვებში ეს არ ჩანს. მიხვდებით, რომ უზარმაზარი წყლის მასების მიგორება და მოგორება ხდება მარტო მთვარის მიზიდულობის გავლენით. ეს კოსმიური ძალები ჩვენზეც ახდენენ ზეგავლენას და ამიტომ ბავშვს აქვს უფლება იცოდეს თავისი დაბადების თარიღი და ხდებოდა ამ დაბადების თარიღის გაყალბება, მასიურად გაყალბება, ისე რომ ბავშვებს ზოგს იმის საშუალებაც არ აქვს, რომ დაადგინოს, როდის მოხდა ეს. ეხლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია. და მე უმეტესად მაქვს, როცა აღმზრდელ დედებზე ვსაუბრობ, იმ დედებზე საუბარი, რომლებიც პალატაში შევიდნენ და წინასწარი ინფორმაციის მიხედვით უკვე შეგულებული იყო მშობიარე ქალი, რომელიც იყო ჩვენი ამ ქართველი გინეკოლოგების და მედპერსონალის მიერ უკვე გაწირული, იმისთვის, რომ მისთვის 9 თვის ნალოლიები და შვილი წაერთმიათ, შედის და მე ეკითხებიან, რაღაც მიზეზით, რომ აი მოგეწონა რა არის, ესე იგი, როგორ მოგეწონა და არჩევს დამატებით კიდე დედას უყურებს, რომ ალბათ ამ მსგავსება ჰქონდეს დედას მასთან, ან დედა გარეგნობით მოეწონოს, რომ ესე იგი, როგორც თოჯინას ისე ყიდულობს ბავშვს და შემდგომ ზრდის. ეხლა კარგად დაუკვირდეთ, რატომ იყო ბავშვებზე ასე დიდი მოთხოვნა. ქალებს ბუნებრივად გვაქვს დედის, ესე იგი, დედობრივი გრძნობა. მე კი ვიტყოდი, რომ როცა ბავშვს მუცლით ატარებ და მე ეს გამოცდილი მაქვს, მე მყავს შვილი, ეს ამ დროს ძალიან ღრმა გრძნობები გიჩნდება უკვე ბავშვის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ უმეტეს დედებს ეს გრძნობა უჩნდებათ. ბავშვს აჩენეს რუდუნებით, რუდუნებით ესმის შენი ხმა, შენი გულისცემა, შენ სხეულში იზრდება ბავშვი, შემდეგ აჩენ ესე იგი აი ამ ასე რთულად, შეგნებულად ხდებოდა დედების ისეთი ნაადრევი, ან კიდევ შემდგომ ხდებოდა გაყოჩების გარეშე, ისე ეპყრობოდნენ დედას, რომ ის გაეტეხათ. მას წინააღმდეგობის უნარი არ ქონოდა და მართლაც მკითხულობ ჯგუფში, რომ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ისე ვიყავი გამწარებული, ისე ვიყავი ტკივილებისაგან გათანგული და შემდეგ ხდებოდა გამაყოჩებელს ხო იმ დროს არ უკეთებდნენ, როცა საჭირო იყო. შემდეგ კი გამაყოჩებლით ხდებოდა რამდენიმე დღე ეძინათ დედებს ან ნარკოზით, ესე იგი ფაქტიურად გამოჰყავდათ ყველანაირად მდგომარეობიდან და ეს ხო დანაშაულია ჯერ მარტო ეს ფაქტი ხო. აი ამ მდგომარეობიდან იყვანს ქალი შვილს, ესე იგი, მას რაღაც სერიოზული მიზეზები აქვს, იმიტომ ამ მდგომარეობას დაახლო იცის მან ეს სიტუაცია, საიდან მოდის ბავშვი, განსხვავებით იმ დედებისაგან, რომლებმაც ბავშვი აიყვანეს, ესე იგი, სხვა პირობებში და ჩვენ ვიცით ამ ჯგუფიდან ვეძებ, რომ უმეტესად ხდებოდა ბავშვების მოპარვა. ძალიან მცირე პროცენტი ამბობდა თვითონ ბავშვებზე უარს. იმ ქალბატონს უნდა ან ოჯახის შენარჩუნება, შეიძლება ბევრი შემთხვევები ვიცი, რომ
მამას კაცს უნდა, ესე იგი, ქმარს უნდა ბავშვი, ხო? ანუ აქვს ფინანსური საშუალება, სხვანაირად იმდენ ფულს ვერ გადაიხდიდა. ესე იგი, ის თოჯინასავით ყიდულობს, ას მაქვს ფინანსური საშუალება, ზრდის ამ ბავშვს, აძლევს, ნუ რაც იმაზე მეც რაც აუცილებელია და შემდეგ ხდება ამ ბავშვის დამუნათება, რომ გაიზრდება და რომ ეძებს, რომ აი შენ ესეთ პირობებში გაგზარდეს მშობლებმა, ესეთი ამაგი დაგდეს, არაფერი გეკლდა. და კიდევ რაც არ მომწონს არის ის ფაქტი, რომ ამ ბავშვების უმეტესობა ასეთ რაღაცას წერს, რომ მე ვიცოდი, ანუ გრძნობდი ან ვიღაცამ მითხრა და ვერ გავბედე მეკითხა, ვერ ვატკინე გული, ვერ გავუბედე. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? უპირობო სიყვარულით და გულწრფელობით გაზრდილი ბავშვი ყველაფერს გაგიბედავს. თუ ბავშვი უპირობო სიყვარულს არ გრძნობს, აი მაშინ ესე იგი არის მანიპულირებული აღზრდით. მაშინ ვერ გიბედავს ბავშვი ამას. ბავშვის ერთმა ნაწილმა უკვე იცის ეს სიმართლე, რაც მოხდა. ესე იგი, აი ეს დედა, რომელიც ესე ამ ფორმით ყიდულობდა ბავშვს, მერე კიდევ ესე იგი უფრო დანაშაულს ჩადის ბავშვის წინაშე. დიდ დანაშაულს, მას უკარგავს მის იდენტობას, არ ეუბნება, გაზარდე, გააკეთე სიკეთე, უთხარი ბავშვს, გაარკვიე, მაგრამ აი იმის გამო რომ ეს ამბავი არ გამომჟღავნებულიყო, რადგან ბიოლოგიური დედა არსებობდა, რომელსაც ბავშვი ესე იგი მკვდარი ეგონა, ამას ინახავს ყველაფერს აყალბებს და შემდეგ მიდის მისი ნათესავებისაგან, აი ბავშვის თუ ბავშვი გაბედავს და დაიწყებს ძებნას, მას შემდეგ რაც მშობლები ცოცხლები აღარ არიან, შემდეგ მიდის ასეთი ფრაზებს უწერენ სოციალურ ქსელში, რომ ესე იგი შენ უპირველესად უნდა მათ ხსოვნას გაუფრთხილდი, უკაცრავად, ესე იგი მათ ხსოვნას გაუფრთხილდი, მათი სიყვარული ჩუმად გულით ატარე, შენ ხო მათი ცხოვრების დიდი საგანძური იყავი, ალბათ იქაც შენზე დარდი არ ასვენებთ, ვინ შვილს ტოვებს, იქვე დედაშვილობის სიმებიც წყდება. არ არის ასე ქალბატონო, გაჩენა არაფერია გასასთან შედარებით. ესე იგი, არ ვიცი ამ ქალბატონმა თუ გამოსცადა რა არის, ესე იგი, ბავშვის მუცლით ტარება და შემდეგ მშობიარობა. ისე რომ ის სიმები იქ არ წყდება. ბავშვი რჩება და მისი შთამომავლებიც რჩებიან იმ ბიოლოგიური გვარის და ის მემკვიდრეობის გამაგრძელებლები, სადაც ისინი ჩაისახნენ და ესე იგი დაიბადნენ. და ეს არის დიდი დანაშაული ბავშვების წინაშე, რომ მათ ეს დაუმალოთ და ასევე, რასაც მე ვამბობ, უპირობო სიყვარული ნიშნავს, რომ ბავშვს მისცე თავისუფლება. და რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როცა ერთმა ქალბატონმა მაგალითად ასეთი რამე დაწერა, რომ მე მივაგენი კვალსო, ეს ბავშვი ეხლა უკვე 35 წლის ქალი, გავს მას, ესე ფიქრობს დედა, ვარაუდობს ძალიან, რომ ეს ის შვილია, რომელიც მაშინ სამშობიაროში მოპარეს და ექიმის ვიღაც ბიძაშვილი მარინა იყო შემოსული, ნუ ვარაუდობს რა და ეს ყველაფერი ემთხოვა ერთმანეთს და ნუ მშობიარეები აჩვენეს, აი ნახეთ რა კარგი მშობიარეები ყავს, რომ იმას კარგად გადაეხედა მშობიარებისათვის, შემდეგ ამ დედას გაუჩნდა ბიოლოგიური შვილებიც და ეს რომ ყალზე გავიდა და ამბობს, რომ მე შევთავაზე ტესტის ფულს გადავიხდი მე, ოღონდ გამარკვიეთ და იმას ბლოკავენ და ეს ასე ვთქვათ, ბავშვმა რომელსაც ვარაუდობს, რომ მისი ბიოლოგიური შვილია, უთხრა, ვიცი, მე დედას უნდა დავეკითხო და ნუ დედა არ აძლევს უფლებას ტესტის გაკეთების. 35 წლის ქალი, რომელიც ესე იგი აი ასეთ მნიშვნელოვან საკითხში უფლებას საჭიროებს დედისაგან. ესე იგი, რომელ აღზრდაზე არის ლაპარაკი და რომელ იმ ფრთებზეა ლაპარაკი, რაც თვითონ ჩვენთანგან სჭირდება, რომ ცხოვრებაში თავისი ადგილი იპოვოს, მისცეს თავის თავს იმის თავისუფლება, რომ თავისი გზა იპოვოს. ესე იგი, რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როცა მარტო რა გააკეთა იმ დღეს ქალმა რამ საჭმელი რა მოხარშა, რა თქვა, რა მოხდა მის ოჯახში, ანგარიშკი არ აბარებს დედას, გარდა იმისა, ესე უფლებას ელოდება, რომ დედამ მისცეს აი მისი იდენტობის განსაზღვრელი ტესტის გაკეთების უფლება. ჰელინგერი ამბობდა, ეს არის სისტემური თერაპიის დამფუძნებელი. ჩვენ ვართ 50% მამა და 50% დედა და ეს ბიოლოგიურ მშობლებს გულისხმობდა. მე კიდევ ჩამოყალიბდები, ჩვენი გენეტიკა პლუს მუცლადყოფნა პლუს ეს რაც ის დაბადების ის დრო არის სულ მცირე 70%. სულ მცირე და შემდეგ მოდის ახსდა ეს და ბავშვების ესე იგი ბავშვების დამღებია თუ რაც ხდება ბავშვობაში ბავშვობის რწმუნობლობები და შემდეგ უკვე ჩვენი ესე იგი ცნობიერი.
და ჰელინგერი ამბობდა, თუ ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს ბიოლოგიურ მემკვიდრეობაზე, ესე იგი თქვათ мама არ მოგწონს, ან მოხდა რაღაც ისე, რომ არ შედგა მამა-შვილური ურთიერთობა. ჩვენ ამ დროს უარს ვამბობთ იმ 50%-ზე ჩვენს თავზე, რომელიც ამ მამისაგან მემკვიდრეობით, ესე იგი გენეტიკით გვაქვს. და ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი ეს ჩვენი სიმშვიდე, ჩვენი ჰარმონია, ჩვენი რაღაცა მიდგომა ვიპოვოთ ჩვენს ბიოლოგიურ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. ასე რომ აი შვილების ინტერესში არის ეს და ამიტომაც გთხოვთ რომ აი ამაზე დაფიქრდეთ. გაუბედეთ თქვენს მშობლებს კითხვების დასმა და აღზრდელ დედებს ვთხოვ რომ ღირს დაფიქრება იმაზე რომ აი ტყუილში აცხოვრე ბავშვი აქამდე და ჯობია რომ დასვა წერტილი ბავშვმა სიმართლე იცოდეს ბავშვის ინტერესებისათვის. შენ თუ შენი შვილი ესე გულით გიყვარს, მაშინ ესე იგი ეს გაბედულებაც უნდა მოიკრიბო და გაბედულებაც უნდა იპოვო შენში, რომ შენ შვილს ის თავისი ბიოლოგიური ფესვები არ დაუკარგო. ის მერე იმას ის ფესვები მოეწონება, არ მოეწონება, მიეცი მას თავისუფლება, რომ თვითონ გადაწყვეტოს. ბავშვი არ არის შენი საკუთრება, როგორც ასევე ბიოლოგიური დედის საკუთრება არ არის. მე გამიგე ეს ფრაზები, რომ ჩემია, რასაც მინდა ვუსამ. ასევე ბიოლოგიური შვილები არიან სამყაროს შვილები, ჩვენ გვაქვს პრივილეგია, რომ ისინი ჩვენით მოვიდნენ, ჩვენი ვალია, რომ მათ ისინი გავზარდოთ, მივცეთ საუკეთესო, რაც შეგვიძლია და მივცეთ მათ თავისუფლება, იპოვონ თავიანთი გზა, გააკეთონ თავიანთი გადაწყვეტილებები. აი ეს არის უპირობო სიყვარული. აი ეს არის კარგი დედობა და ვუსურვებ ყველას იყოს კარგი დედა. სიკეთეში იყავით, კარგად სანდებოდეთ.